აი ახლა არის საკითხები, როდესაც აი თითქმის ნებისმიერი საკითხის გატანა არის შეუძლებელი საკრებულოს ცნობაზე. უმრავლესობაში ისინი არიან. არა, უმრავლესობაში არიან და უბედურება ეს არის, რომ მათ შორის არის არ შეიძლება არ არის ძალიან ბევრი, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეთ თქვა კრიტიკული აზრი, შეიძლება თქვა ის საკითხები შინაგანად თქვა შეიგრძნონ და გაითავისუფლონ და თქვა დააყენონ იმჯერ რომ წაიკითხონ, მაგრამ მე ვხვდები რომ თვითონ ისეთი სისტემაა, სადაც აი ადამიანი, რომელსაც შეიძლება გამოთქვას განსხვავებული აზრი, მას შიში აქვს. რომ ხوار შეუქმნის გარკვეულ პრობლემას, ახლა იქ არიან კომისიის თავმჯდომარეები, არის ფრაქცია და ასე შემდეგ. ახლა ის ადამიანები ცდილობენ რომ სწორედ იმიტომ რომ ისინი ხელფასს იღებენ ასეთ სამსახურებიდან, გარკვეულწილად მათი განსხვავებული აზრი არ აღმოჩნდეს რაიმე ხიფათის მატარებელი, თქვა რომ მათი თქვა მდგომარეობასთან დაკავშირებით. და ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან. იქ პირველივე სტომაზე ღებულობდნენ ესე ნორმატიული აქტს, რომელიც ეხებოდა არასწორ სამეურნეო მიწაზე ნორმატიული ფასის არანორმატიული ფასის ან კოეფიციენტის საგანასახადო კოეფიციენტის დადგენის საკითხს. ეხლა საგანასახადო კოდექსი ადგენს ნორმას 24 თვალსაჩინოზე, მე ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს უფლება დაადგინოს მისი მაკორექტირებელი კოეფიციენტი, რომელიც არ უნდა იყოს 1.5%-ზე მეტი. დანარჩენი არაფერი კაცობრიობა არ არის. ეხლა დასვეს ეს საკითხი, ჯერ ერთი დაბაში შეამცირეს ისედაც აი სოფლების გამოდნამ მაღალი იყო გადაკვეთი დაბაში, ნუ ახლა მე დავსვით საკითხი რომ საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს ქონება დაბაში, დიდი საწარმოებელია და თქვენ რომ ინტერესთა კონფლიქტი იყო უკვე, ნუ ამას არავითარი რეაქცია არ ჰქონდა და შემდგომ მინდა გითხრათ რომ თქვენ დავსვით საკითხი საგანასახადო კოდექსით ნორმა, ანუ საგანასახადო ნორმა დგინდება 1 აპრილს, რაც არის ნორმა, თქვა ის ნორმა წერდება მთელ წელზე. ანუ ეს ნორმა ვერ იმუშავებს წერს. ეხლა იღებენ ახალ კოდექსს, მართლა ზედი 2 გვერდის მერე მიეძებს ახალი კოდექსი. უთხარ რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონი ამბობს, რომ თუ ნორმატიული აქტი უქმდება, მის საფუძველზე გამოშვებული ნებისმიერი ნორმატიული აქტი, ნორმატიული აქტი მიუხედავად იმისა, ის გაუქმდება თუ არა შესაბამის ორგანოს მიერ, ის მაინც გაუქმებული და ბათილია. და შემოგითხრა რატომ ვიღებთ? ანუ წელს არ იმუშავებს, იმიტომ რომ ნორმა უკვე იყო, ეს უკვე ხდება სექტემბერში, აგვისტოში და მომავალწელს ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ უკვე ახალი ნორმატიული აქტი შემოგვიყვება. მიუხედავად ასეთ, ნუ მყარი არგუმენტია, ხოლმე შეეკამათ ადამიანს. თქვენს ზევიდა თქვენს და უნდა მიიღონ. იქ დარეკეს ზევიდა, წარუზევიდა თქვენს დაურეკეს. ანუ ეს ოფიციალურად საკრებულოს ხდომაზე ეს რასაკურველია საკრებულოს თქვენს რომ რა დაშავდება თუ კი მივიღებთ. და რასაკურველია მე ყოველთვის არგუმენტ არ უშვა. არა, რასაკურველია მე ყოველთვის სწორ საკითხს სულ არ ვიყოთ უკეთესი თუ არა. მე მართლაც გულს ვეთქვი რომ ამ პირობებში რა პირახლა 240,000 ლარი იხარჯება ხარაგაულში მარტო თვითმმართველობის შენახვაზე. 240,000 ლარი? მარტო საკრებულოზე მე მაკლაბარაკი გამგეობაზე. აპარატის შენახვაზე? აპარატის შენახვაზე. თავისი ხარჯები და ყველაფერი, თავის კომისიები და ფრაქციები და ეს. ამით ხო შეიძლება რა ვაკეთოთ ჩვენ ერთი რაიმე პროგრამა. თუ კი ადამიანებს არ ექნებათ კრიტიკული აზრი, არ მიმსჯელებთ და ჩვენი შრომა არ იქნება პროდუქტიული, შემფულს გიხდიან იმაში რომ შენი ყოფნა იძლევა სარგებლოს. ხომაში ხდიან თუ საერთოდ ასეა წესია ესა. მე დამიქირავებს, იმიტომ რომ მე სასარგებლო უნდა ვიყო. ელემენტარულად რასაც იღებ. იმდენი ხომ ეს უნდა დააბრუნო უკან ახლა გლეხი რომ თქვა და დათესოს სამი და იგივე ხომ ეს უნდა იყოს ეს თავის შრომა რო არის. ანუ აბსოლუტურად გამოდის ის რომ ესე იგი თვითმმართველობა არის ტვირთი იმის მაგალითად თუ ეს იყოს არა ტვირთი, არამედ იყოს ის იძლეოდეს უკუგებას ძალიან ბევრჯერ და ბევრი ასეულჯერ მეც, ვიდრე მასე იხარჯება, ეს გამოდის პირიქით, იმიტომ რომ ერთი თვითონ სკოლა, თვითმმართველობის სკოლა, ანუ როგორც ასეთი არ გამოდის, ანუ ასეთი სწორედ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ვალი დღეს არის, თუნდაც ამ ძირი ამ შეზღუდული პირობების რიცხობრივადაც თუნდაც გავლენით, ჩვენ რაღაცნაირად აი შევქმნათ საზოგადოებას განწყობა, რომ საათასი არ არის რომ თვითმმართველობა ღირს, რომ მათ პრობლემებზე ლაპარაკობს სხვა, არის თემები, რომელსაც ასე მარტივად ხელისაწევა არ შეიძლება.